გამარჯობათ მეგობრებო, შისარქივი დაგიბრუნდათ კიდევ ერთი საშიში ისტორიით. ეს კონკრეტული იქნება მოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო და ტკბილი. როგორც კოწახურის კამფეტი. თან სახელიდან უკვე გეცოდინებათ, რუსებზე არა და ცოტა უფრო მეტად სასიამოვნო იქნება ჩვენთვის მოსასმენად. კარგით, მეც აღარ დაგათიზინგებთ, პირდაპირ ისტორიას გადავიდეთ, ვიცი როგორ არ გიყვართ ხოლმე ამ შესავლების მოსმენა. ხედავ ყველაფერს ანალიტიკაში, რო იცოდეთ. კაი, გადავიდეთ პირდაპირ ისტორიაზე. დღევანდელი ისტორია კი არის რუსული ძილის ექსპერიმენტი. 1940-იან წლების ბოლოს რუსმა მკვლევარებმა ექსპერიმენტული აირზე დაფუძნებული სტიმულანტის გამოყენებით 5 ადამიანი 15 დღის განმავლობაში ფხიზლად ამყოფეს. ისინი ჰერმეტულ გარემოში ჰყავდათ, რათა საგულდაგულოდ გაეკონტროლებინათ ჟანგბადის მიღება, რადგან გაზის მაღალი კონცენტრაცია ტოქსიკური იყო და შესაძლოა მოეკლა კიდეც. ეს ექსპერიმენტი სამეთვალყურეო კამერების გამოგონებამდე მოხდა. ამიტომ 10 დაკვირვებისთვის მხოლოდ მიკროფონები და კამერაში 5 დიუმის სისქის ილუმინატორის ზომის მინის ფანჯრები ჰქონდათ. კამერა აღჭურვილი იყო წიგნებითა და საწოლებით, თუმცა თეთრეული არ იყო. ასევე წყალსადენით, საპირფარეშოთი და ერთი თვისთვის საკმარისი რაოდენობის მშრალი საკვებით 5-ვე მონაწილისთვის. ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროს სახელმწიფოს მტრებად შერაცხული პოლიტპატიმრები. პირველი 5 დღის განმავლობაში ყველაფერი რიგზე იყო. მონაწილეები თითქმის არ უჩიოდნენ პირობებს, რადგან ისინი ცრუ დაპირებით დაითანხმეს. რომ თუ ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებდნენ და 30 დღის განმავლობაში არ დაიძინებდნენ, მათ გაათავისუფლებდნენ. მათი საუბრები და ქცევა მონიტორინგის ქვეშ იყო და უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად საუბრობდნენ წარსულში მომხდარ მძიმე ტრამულ ინციდენტებზე. 4 დღის შემდეგ მათი საუბრების ზოგადი ტონი უფრო დამძიმდა. 5 დღის შემდეგ მათ დაიწყეს იმ გარემოებებზე და მოვლენებზე ჩივილი, რომლებმაც აქამდე მოიყვანეს. დაიწყეს მძიმე პარანოიის ნიშნების გამოვლენა. მათ ერთმანეთთან საუბარი შეწყვიტეს და მორიგეობით დაიწყეს შურჩული მიკროფონებსა და ცალმხრივ სარკისებურ ილუმინატორებში. უცნაურია, მაგრამ როგორც ჩანს, ყოველი მათგანი ფიქრობდა, რომ ექსპერიმენტატორების ნდობას ამხანაგის, ანუ მათთან ერთად ტყვეობაში მყოფი სხვა მონაწილეების ჩაშვებით მოიპოვებდა. თავდაპირველად მკვლევრები ეჭვობდნენ, რომ ეს თავად გაზის ეფექტი იყო. 9 დღის შემდეგ ერთმა მონაწილემ დაიწყო განუწყვეტლივი ყვირილი და სირბილი კამერის გარშემო 3 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც კვლავ ცდილობდა ყვირილს. მაგრამ მხოლოდ დროდადრო წუწუნის ხმას გამოსცემდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მან ფიზიკურად გაიწყვიტა ხმის იოგები. ამ ქცევაში ყველაზე გასაკვირი ის იყო, თუ როგორ რეაგირებდნენ სხვა ტყვეები ამაზე. ან, უფრო სწორად, როგორ არ რეაგირებდნენ. ისინი კვლავ ჩურჩულებდნენ მიკროფონებში, სანამ მეორე ტყვემაც არ დაიწყო ყვირილი. ორმა ტყვემ, რომლებიც არ ყვიროდნენ, წიგნების დახევა დაიწყეს. ყოველ გვერდს საკუთარ განავალს უსვამდნენ და შემდეგ მშვიდად ილუმინატორზე აკრავდნენ. ყვირილი მყისიერად შეწყდა. ასევე შეწყდა ჩურჩული მიკროფონებში. კიდევ 3 დღის გასვლის შემდეგ მკვლევრებმა მიკროფონების საათობრივი შემოწმება დაიწყეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი ისევ მუშაობდნენ. რადგან შეუძლებლად მიაჩნდათ, რომ 5 ადამიანს ერთ კამერაში ყოფნისას არანაირი ხმა არ წარმოექმნა. კამერაში ჟანგბადის მოხმარება იმაზე მიუთითებდა, რომ 5-ვე მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი უნდა ყოფილიყო. რეალურად კამერაში მოხმარებული ჟანგბადის ოდენობა უტოლდებოდა 5 ადამიანის ძალიან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისთვის საჭირო ოდენობას. მე-14 დღის დილას მკვლევრებმა გააკეთეს ის, რასაც მათივე თქმით არ გააკეთებდნენ ტყვეებისგან რეაქციის მისაღებად. მათ კამერაში დაყენებული ინტერკომი გამოიყენეს იმ იმედით, რომ ნებისმიერი სახის პასუხი დაეპროვოცირებინათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათი ვარაუდით ან მკვდრები იყვნენ, ან ბოსტნეულად იყვნენ ქცეულნი. მათ გამოაცხადეს: კამერას ვაღებთ მიკროფონების შესამოწმებლად. მოშორდით გარს და დაწეკით იატაკზე, თორემ დაგხვრეთ. დაემორჩილეთ მოთხოვნას და ერთ-ერთ თქვენგანს დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ. მათ და გასაკვირად მათ გაიგონეს მშვიდი ხმა,
რომელმაც ერთი წინადადებით უპასუხა: ჩვენ აღარ გვინდა გათავისუფლება. კვლევრებსა და კვლევის დამფინანსებელ სამხედრო ძალებს შორის დებატები ატყდა, რადგან ინტერკომის გამოყენებით მეტი ვერაფერი მიიღეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ კამერა მე-15 დღეს შუაღამისას გაიხსნებოდა. კამერა დაცალეს სტიმულატორი გაზისგან და გაავსეს სუფთა ჰაერით და მაშინვე მიკროფონებიდან ხმებმა წინააღმდეგობა გამოთქვეს. სამმა სხვადასხვა ხმამ მუდარა დაიწყო გაზის ხელახლა ჩართვასთან დაკავშირებით, ისე თითქოს საყვარელი ადამიანის სიცოცხლის შეწყალებას მოითხოვდნენ. კამერა გაიხსნა და შიგნით სამხედროები შეუშვეს ექსპერიმენტში მონაწილე სუბიექტების გამოსაყვანად. მათ ისეთ ხმაზე დაიწყეს ღრიალი, როგორც აქამდე არასდროს. სამხედროებმაც ატეხეს ყვირილი, როდესაც დაინახეს, რაც დახვდათ შიგნით. 5 საცდელი სუბიექტიდან 4 ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა არავინ იტყოდა, რომ რომელიმე მათგანის მდგომარეობას სიცოცხლე ერქვა. მე-5 დღის შემდეგ საკვებრაციონს არავინ შეხებია. მკვდარი საცდელი სუბიექტის ბარზაყისა და მკერდის ხორცის ნაჭრები კამერის ცენტრში მდებარე ტრაპში იყო ჩატენილი და გაბედნული, რის შედეგადაც იატაკზე 10 სანტიმეტრის სიმაღლის სითხე დაგუბდა. ზუსტად არასდროს დადგენილა, რამდენად დიდი ნაწილი იყო იატაკზე არსებული სითხისგან სისხლი. 4-ვე გადარჩენილ მონაწილეს ასევე ჰქონდათ მოგლეჯილი სხეულიდან დიდი რაოდენობით კუნთოვანი ქსოვილი და კანი. გაირკვა, რომ თითების წვერებზე არსებული განადგურებული ხორცი და მოშიშვლებული ძვლები მიუთითებდა იმაზე, რომ ეს სხეულზე არსებული ჭრილობები და დაზიანებები ხელებით იყო მიყენებული და არა კბილებით, როგორც მკვლევრებს თავდაპირველად ეგონათ. ჭრილობების მდებარეობისა და კუთხეების უფრო დეტალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათი უმეტესობა, თუ ყველა არა, თვით დაზიანებას წარმოადგენდა. 4-ვე მონაწილეს ნეკნებს ქვემოთ მდებარე მუცლის ღრუში არსებული ორგანოები ამოცლილი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ გული, ფილტვები და დიაფრაგმა ადგილზე იყო დარჩენილი, კანი და ნეკნთა შორისი კუნთების უმეტესი ნაწილი ამოგლეჯილი ჰქონდათ, რის შედეგადაც ფილტვები ნეკნებს მიღმა უჩანდათ. ყოველი მათგანის ორგანოები და სისხლძარღვები ჩვეულად მუშაობდნენ, რადგან ისევ მონაწილეების ცოცხალი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენდნენ. უბრალოდ მუცლის ღრუს ნაცვლად იატაკზე გარშემოელაგათ. 4-ვე სუბიექტის საჭმლის მომნელებელი სისტემა მუშაობდა და საკვებს ნელა, მაგრამ მაინც ამუშავებდა. მალევე ცხადი გახდა, რომ ისინი საკუთარი ხორცით იკვებებოდნენ, რომელსაც დღეთა განმავლობაში სხეულიდან იგლეჯდნენ. სამხედროების უმეტესობა ობიექტზე მყოფი რუსი სპეცრაზმელები იყვნენ, მაგრამ ბევრმა მაინც უარი თქვა კამერაში დაბრუნებაზე მონაწილეების გამოსაყვანად. თავად სუბიექტები კი განაგრძობდნენ ყვირილს, რომ კამერაში დაეტოვებინათ და თხოვნა მუდარით ითხოვდნენ გაზის ხელახლა ჩართვას, რათა არ დაძინებოდათ. ყველას გასაკვირად, საცდელმა სუბიექტებმა კამერიდან გამოყვანისას წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გასწიეს. ერთი რუსის ჯარისკაცი ხორხის გამოგლეჯის გამო გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთმა სუბიექტმა მას სათესლე ჯირკვლები მოაგლიჯა და ფეხის არტერია კბილებით გადაუჭრა. კიდევ 5 ჯარისკაცი მოკვდა, თუ ჩავთვლით მათ, ვინც ინციდენტის შემდგომი კვირების განმავლობაში თავი მოიკლა. გამოყვანის მცდელობაში 4 ცოცხალი სუბიექტიდან ერთს ელენთა გაუსკდა და სისხლისგან თითქმის მაშინვე დაიცალა. სამედიცინო პერსონალმა მისი გაბრუება სცადა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მას ადამიანისთვის უსაფრთხო დოზაზე 10 ჯერ მეტი მორფი შეუყვანეს, თუმცა ის მაინც კუთხეში მიმწყდეული ცხოველივით იბრძოდა. ერთ-ერთ ექიმს კი ნეკნები დაულეწა და ხელი მოატეხა. მას შემდეგ, რაც სისხლისგან დაიცალა, გული კიდევ 2 წუთის განმავლობაში უცემდა. საკმარისი დრო, რომ მის სისხლძარღვთა სისტემაში სისხლზე მეტი ჰაერი იყო. გულის გაჩერების შემდეგაც კი კიდევ 3 წუთის განმავლობაში ყვიროდა და იბრძოდა. საწყლად ცდილობდა ვინმესთვის დაერტყა და გამუდმებით, სულ უფრო და უფრო სუსტად იმეორებდა სიტყვას. ეტი. სანამ საბოლოოდ არ დადუმდა. 3 გადარჩენილი მონაწილე მძიმედ და მჭიდროდ ჰყავდათ შეკრული და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2 მათგანი, რომლებსაც ხმის იოგები დაუზიანებელი ჰქონდათ, გამუდმებით ითხოვდნენ გაზს და იხვეწებოდნენ, რომ მათთვის დაძინების უფლება არ მიეცათ.
3-დან ყველაზე მძიმე დაჭრილი პირი დაწესებულების ერთადერთ ქირურგიულ ბლოკში გადაიყვანეს. როდესაც სუბიექტს ორგანოების სხეულში დასაბრუნებელი ოპერაციისთვის ამზადებდნენ, აღმოჩნდა, რომ მას ფაქტობრივად იმუნიტეტი ჰქონდა დამამშვიდებლებზე, რომელიც ოპერაციისთვის მზადების დროს მისცეს. სასტიკად იბრძოდა შემაკავებლების წინააღმდეგ, როდესაც ანესთეზიური გაზის ბოთლით მის გათიშვას ცდილობდნენ. მან ერთ-ერთ მაჯაზე 10 სანტიმეტრის სისქის ტყავის ქამარი თითქმის მთლიანად გაგლიჯა, მიუხედავად იმისა, რომ 90 კილოიან ჯარისკაცს ეჭირა მისი მაჯა. მის დასაძინებლად ნორმალურზე ცოტა მეტი ანესთეზიის გამოყენება გახდა საჭირო და როგორც კი მისი ქუთუთოები ახამხამდა და დაიხუჭა, გული გაუჩერდა. საოპერაციო მაგიდაზე გარდაცვლილი მონაწილის გაკვეთისას დადგინდა, რომ მის სისხლში ჟანგბადის დონე ნორმას 3-ჯერ აღემატებოდა. ყუნთები, რომლებიც ჯერ კიდევ იყო დაკავშირებული მის ჩონჩხთან, საშინლად იყო დაგლეჯილი. მას 9 ძვალი ჰქონდა მოტეხილი წინააღმდეგობის გაწევისას და მათი უმეტესობა მისივე კუნთების ძალის ზეგავლენისგან იყო. მეორე გადარჩენილი 5-კაციანი ჯგუფიდან პირველი იყო, ვინც კივილი დაიწყო. ხმის იოგების გაწყვეტის გამო მას თხოვნის ან ოპერაციაზე უარის თქმის უნარი არ ჰქონდა და მხოლოდ თავის მკვეთრი ქნევით გამოხატავდა უკმაყოფილებას, როდესაც საანესთეზიო აირი მიუახლოვეს. მან თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, როდესაც ვიღაცამ უღიმღამოდ იდეა წამოჭრა, რომ ოპერაცია ანესთეზიის გარეშე ჩაეტარებინათ და არანაირი რეაგირება არ ჰქონია მუცლის ღრუს ორგანოების ჩანაცვლების და მათი შემორჩენილი კანის ნარჩენებით დაფარვის 6 საათიანი ოპერაციის განმავლობაში. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ქირურგი, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით პაციენტის ცოცხლად დარჩენა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთმა შეშინებულმა ექთანმა თქვა, რომ შეამჩნია, როგორ უღიმოდა მას პაციენტი ყოველ ჯერზე, როდესაც მათი მზერა ერთმანეთს ხვდებოდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ სუბიექტმა ქირურგს შეხედა და ხველების თანხლებით ხრიალი დაიწყო. რთულად სუნთქავდა და საუბარს ცდილობდა. როდესაც ქირურგმა გაიაზრა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო, კალამი და ბლოკნოტი მოუტანა, რათა პაციენტს თავისი გზავნილი დაეწერა. მისი შეტყობინება უბრალოდ იყო: განაგრძეთ ჭრა. ექსპერიმენტის დანარჩენ 2 მონაწილესაც ჩაუტარდა იგივე ოპერაცია. ორივეს ასევე ანესთეზიის გარეშე. მაგრამ სავალდებულო გახდა მათი ინექციით პარალიზება ოპერაციის განმავლობაში. ქირურგმა ოპერაციის ჩატარება შეუძლებლად მიიჩნია, სანამ პაციენტები გაუჩერებლად იცინოდნენ. პარალიზების შემდეგ სუბიექტები მხოლოდ თვალებით განაგრძობდნენ მკვლევრებზე მიშტერებას. პარალიზატორმა მათ ორგანიზმში არანორმალურად მოკლე დროში შეწყვიტა მუშაობა და მათ მაშინვე დაიწყეს ბორკილების მოხსნის მცდელობა. როგორც კი საუბრის უნარი დაუბრუნდათ, კი კვლავ დაიწყეს სტიმულატორი გაზის მოთხოვნა. მკვლევრებმა სცადეს ეკითხათ, რატომ დაშავდნენ, რატომ ამოიგლიჯეს საკუთარი ნაწლავები და რატომ სურდათ კვლავ გაზის მიღება, რაზეც ერთადერთი პასუხი მიიღეს: უნდა მეღვიძოს. სამივე სუბიექტი დაბმული იქნა უფრო მეტად და უფრო მჭიდროდ, რის შემდეგაც ისინი კვლავ კამერაში მოათავსეს, სადაც ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას თუ რა ბედი ეწეოდათ. მკვლევრები, რომლებიც პროექტის მიერ დასახული მიზნების ვერ შესრულების გამო თავიანთი სამხედრო ბენეფიციარების რისხვას ელოდნენ, გადარჩენილი სუბიექტების ევთანაზიის შესახებ ფიქრობდნენ. მეთაურმა, ყოფილმა კგბ-ს ოფიცერმა ამის ნაცვლად პოტენციალი დაინახა და სურდა ენახა, რა მოხდებოდა თუ მათთვის გაზის მიცემას გააგრძელებდნენ. მკვლევრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას, მაგრამ მათი აზრი არაფრად ჩააგდეს. კამერაში ხელახლა ჩაკეტვისთვის მზადებისას მონაწილეები მიუერთეს ელექტროენცეფალოგრამას და მათი შემაკავებლები შეფუთეს ხანგრძლივი პატიმრობისთვის. ყველას გასაკვირად, სამივე მათგანმა ბრძოლა შეწყვიტა, რაც ამსაც გაჟონა ხმამ, რომ მათ კვლავ გაზის კამერაში აბრუნებდნენ. აშკარა იყო, რომ ამ მომენტისთვის სამივე მათგანი მთელი ძალით იბრძოდა, რათა ფხიზლად დარჩენილიყვნენ. ერთ-ერთი სუბიექტი, რომელსაც საუბარი შეეძლო, ხმამაღლა და უწყვეტად ღიღინებდა. სუბიექტი, რომელიც ვერ საუბრობდა, კი მთელი ძალით აწვებოდა ფეხებით ტყავის შეკვრებს, ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ,
შემდეგ კი ისევ მარცხნივ, რათა რამეზე მაინც გადაეტანა ყურადღება. ბოლო სუბიექტი კი თავს ბალიშზე არდებდა და სწრაფად ახამხამებდა თვალებს. რადგან ის პირველი შეუერთეს ენცეფალოგრამის აპარატს, მკვლევართა უმეტესობა გაოცებით აკვირდებოდა მისი ტვინის ტალღებს. ისინი უმეტესად ნორმალური იყო, მაგრამ ზოგჯერ ყოველ მიზეზ გარეშე სწორ ხაზად იქცეოდნენ. თითქოს მისი ტვინი რაღაც დროით კვდებოდა და შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა. სანამ მკვლევარები ენცეფალოგრამიდან გამოსულ ქაღალდზე მისი ტვინის ტალღებს აკვირდებოდნენ, მხოლოდ ერთმა ექთანმა შეამჩნია, როგორ დაეხუჭა კაცთვალები იმავე წამს, როდესაც თავი ბალიშს დაადო. მისი ტვინის ტალღები მყისიერად ღრმა ძილის რეჟიმში გადავიდა. შემდეგ კი ბოლოჯერ სწორ ხაზად იქცა, რა დროსაც გული გაუჩერდა. ერთადერთი დარჩენილი სუბიექტი, რომელსაც საუბარი შეეძლო, დაიწყო ყვირილი, რომ ახლავე ჩაეკეტათ კამერაში. მისი ტვინის ტალღები იმავე ჰორიზონტალურ ხაზებს აჩვენებდა, როგორცაც იმის, რომელიც ახლახან ჩაძინებისგან გარდაიცვალა. მეთაურმა გასცა ბრძანება, რომ კამერაში ორივე სუბიექტთან ერთად სამი მკვლევარიც ჩაეკეტათ. ამ სამი ხსენებულიდან ერთ-ერთმა მაშინვე იარაღი ამოიღო და მეთაურს პირდაპირ თვალებს შორის ესროლა. შემდეგ მუნჯი სუბიექტისკენ მიტრიალდა და მასაც ტვინი გაასხმევინა. მან იარაღი ბოლო სუბიექტს მიუშვირა, რომელიც ჯერ კიდევ საწოლზე იყო მიბმული, როდესაც სამედიცინო და კვლევითი ჯგუფის დარჩენილი წევრები ოთახიდან გარბოდნენ. ამ არსებებთან ერთად აქ ვერ ჩამკეტავთ. შენთან ერთად ერთ ოთახში არ ჩავიკეტები. დაუყვირა მან მაგიდასთან მიბმულ კაცს. რა ხარ? უნდა ვიცოდე. სუბიექტმა გაუღიმა. ასე მარტივად დაგავიწყდა. ჩვენ თქვენ ვართ. ჩვენ ვართ ის სიგიჟე, რომელიც თქვენი ცხოველური გონების სიღრმეებში დაძრწის და ნებისმიერ მომენტში განთავისუფლებას ელოდება. ჩვენ ვართ ის, რასაც ყოველ ღამე საწოლებში ემალებით. ჩვენ ვართ ის, რასაც აჩუმებთ და პარალიზებას უკეთებთ, როდესაც იმ ღმის თავშესაფარში მიდიხართ, სადაც ჩვენ ფეხს ვერ ვადგამთ. მკვლევარი წამით გაშეშდა. შემდეგ სუბიექტს გულში დაუმიზნა და ესროლა. ენცეფალოგრამამ ჰორიზონტალური ხაზი აჩვენა, როდესაც სუბიექტმა სუსტად ამოახველა. თავისუფლებასთან და ისიც რუსული ძილის ექსპერიმენტის ისტორია. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ისევე როგორც მე. ძალიან მსუბუქი, ძალიან მარტივი და თან ძალიან მძიმე ისტორია არის. თან იქიდან გამომდინარე, რომ ესე ვთქვათ, რეალურ ფაქტებზე არის დაფუძნებული. ვინ იცის, შეიძლება არის კიდევაც, არავინ არ იცის. როგორც ყოველთვის, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დალაიქეთ, ეს ძალიან მეხმარება და მანიშნებს იმას, რომ ხალხს მოწონს ის, რასაც ვაკეთებ და ტყუილად არ ვაკეთებ ამ ყველაფერს. დაწერეთ კომენტარი, გამიზიარეთ თქვენი აზრები, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რომელი ნაწილი მოგეწონათ ყველაზე მეტად, რომელი ისტორია სჯობდა ან არ სჯობდა. მოკლედ ნებისმიერი რამ, რაც ამ ისტორიის მოსმენისას თავში მოგივიდეთ, შეგიძლიათ გამიზიაროთ. რა თქმა უნდა, რომ არ გამოტოვოთ სამომავლო ისტორიები, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზანზალაკი და რა თქმა უნდა, გაუზიარეთ მეგობრებს. ვიდეოების გაზიარება არაა კრინჯობა და ნუ აგეითქიფებთ. მარტო თქვენ ხო არ უნდა გეშინოდეთ და გბურცგლავდეთ, იქნება სხვასაც უნდა, ასე რომ გაუზიარეთ. დღეისათვის სულ ეს იყო. შევხვდებით შიშის არქივის მომავალ ეპიზოდში. მომავალი ძალიან საშიში და ძალიან საინტერესო ისტორიით. იმედი მაქვს, რომ დღეიდან მაინც დააფასებთ წილს. წილნებისა.